და კი შევკრიბეთ ჯარი, პირდაპირ ვიტყვი ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრებების და მათ შორის ჯარისკაცები არიან. აფხაზეთში ნაომარი ხალხიც არის, აგვისტოს ომში ნაომარი ხალხიც არის, ავღანეთში ნაომარი ხალხიც არის, უკრაინაშიც და ძალიან ბევრი ჯარისკაცი არის, მებრძოლი ადამიანი არის, ასევე საქართველოს პულს ყავს, ასევე რა ვიცი, ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები ჩვენ გუნდში არ არიან, მაგრამ ასე ვთქვათ, ისინიც ერთვებიან, ჩვენთან ერთად ერთვებიან ამ ბრძოლაში. და კი, პირველი ეს არის, რომ ჩვენ ჯარზე ვდებთ, ჩვენს ფსონ ქალები ბევრს ვაკეთებთ, შეიძლება გამბედაობით ვერც ერთი კაცი ვერ დამიდგეს გვერდით, მაგრამ ფიზიკურმა ძალამ უნდა გადაარჩინოს და ამის დემონსტრირებამ, რომ აქეთ ჩვენს მხარეს მარტო ქალები კი არ ვდგავართ, კაცები დგანან და წინა რიგებში დგანან კაცები. ზუსტად სტრატეგია რაც არის და რაც უნდა იყოს სწორი და ყველაფერი აბსოლუტურად ქუჩის ბრძოლაც კი, იქაც უნდა იყოს საბრძოლო სტრატეგიაც, გეგმაც და ასე შემდეგ. და ხო, მოკლედ ამ მზადებაში ვართ, იქ თავდაცვის საშუალებები, იქ ყველაფერი, რაც სჭირდება ამ ბრძოლას და მეორე მხარესაც ხო ქართველები დგანან. იმათ მივცეთ შანსი მივცეთ გადარჩენის.